დედები თავისუფლებისთვის ამ სახელწოდების მარში 2 საათში დაიწყება. მოქალაქეები 7 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან, საიდანაც მარშით პარლამენტის მიმართულებით სწავლენ. დღევანდელი აქცია მსვლელობა პასუხია იმ რეპრესიებზე, რომელსაც ოლიგარქის პარტია მიმართავს. დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილი პროტესტს ვერ ჩახშობს, რადგან სიმართლე მათ მხარესაა და არ დაუშვებენ საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნდეს. ნინი ბალანჩივაძე განაგზობს საუბარს პირდაპირ ეთერში. ნინი, გისმენთ. ზუსტად 2 საათში ფილარმონიასთან შეიკრიბებიან დედები და ისინი მსვლელობით გაემართებიან ქვეყნის მთავარ გამზირზე, რუსთაველის გამზირზე. დღეს პროტესტის დაწყებიდან 340 დღე არის და სწორედ დედების აქცია მოეწყობა დღეს სიმბოლურად იმ დედებისა, რომელთა შვილები ამ დრომდე რჩებიან საპატიმროში და გარდა პოლიტპატიმრების დედებისა დღეს ასევე ქუჩაში გამოვა ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ დროის მანძილზე დგას ქვეყნის მთავარ გამზირზე. მთავარი მოთხოვნებით, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და რაც შეიძლება სწრაფად ქვეყანაში ჩაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენი რესპონდენტები თახვდებიან იმაზე, რომ მათ შვილებს სწავლის შესაძლებლობას, ზოგადად დემოკრატიული პროცესების განვითარების შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანაში ართმევს ქართული ოცნების ხელისუფლება და შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოშორდნენ ისინი მართვის სადავეებს და გარდა ამისა ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში როგორ აკავებენ აქციის მონაწილეებს, აკავებენ მათ შორის დედებს და შესაბამისად პოლიტპატიმრების დედებიც ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს და დღეს სწორედ დედები იდგებიან ქუჩაში იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გააგონონ საკუთარი სათქმელი ოცნების ხელისუფლებას. ეთყობა ამათ უნდათ მარადმწვანეთა მთავრობაში ყოფნა და არ უნდათ განათლებული თაობა. და ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ გავჩერდეთ, უნდა ვიბრძოლოთ და ვინც გაჩუმებული არიან და ხვდებიან, უნდა ამოიღონ ხმა და დადგენ დედების გვერდით. მათი შვილებიც რო გადაარჩინონ, ჩვენი კი არა, თავიანთი შვილებსაც ჭირდებათ ხო განათლება. ამ მთავრობას არ აინტერესებს, იმიტომ რომ მათი შვილები საქართველოში არ არიან დაბადებული. ყველა საზღვარგარეთ არის და ამიტომ მათი შვილებს პრობლემა არ აქვს. იჭერენ დედებს უკვე ნიღბის ტარების გულისთვის, გზის გადაკეტვის გულისთვის. საერთოდ აქცია არის, ვინმე რამეს აშავებს, არავინ არაფერს არ აშავებს. აგე მარიამ მეყანწიშვილი ახალგაზრდა გოგო დაიჭირეს, რომელსაც 6 წლის შვილი ყავს. ამიტომ გადაწყდა, რომ ყველა დედა გამოვა დღეს ქუჩაში, არა მარტო პატიმრის დედები, საერთოდ დედები შემოგვიერთდებიან და გააპროტესტებენ ამ მარიონეტი ხელისუფლებისგან ამ საქციელს აუცილებლად შეურაცხყოფებს პოლიციისგან, იმიტომ რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ის ქალია, კაცია თუ რა არის. ხელისუფლება ცდილობს, რომ ყველანაირად გადაგვატანინოს ყურადღება იმ სოციალური პრობლემებისგან და საკითხებისგან, რაც ქვეყანაში არსებობს და დღეს 19 საათზე ფილარმონიის წინ ვიკრიბებით დედები და ყველა ის ადამიანი, ვისაც აღელვებს ქვეყნის მომავალი, ვისაც აღელვებს შვილების მომავალი, ვისაც აღელვებს შვილების განათლების ხარისხი, კვების ხარისხი და ყველა ის პრობლემა, რის წინაშეც დღეს დგანან ადამიანები, ოჯახები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც შვილები ყავს. ვიკრიბებით 19 საათზე. გთხოვთ, რომ მობრძანდეთ, ჩვენთან შემოგვიერთდეთ, მხარი დაგვიჭიროთ, მოისმინოთ ჩვენი სათქმელი. ზუსტად 2 საათში პროტესტის ეპიცენტრი იქნება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია და როგორც უკვე გითხარით, შემდგომ უკვე დედები გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე. დღეს იქნება პროტესტის 340 დღე და მთავარი სათქმელი აქციის მონაწილეებისა დღეს სწორედ იქნება ის, რომ დედებს საკუთარი შვილებისთვის სურთ ევროპული განვითარებული მომავალი, ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც დასული არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად ამ მოთხოვნებს დღეს კიდევ ერთხელ მოვისმენ ჩვენ მათი მხრიდან და მთავარი და უცვლელი არის ის მოთხოვნები, რომლებიც აქვთ აქციის მონაწილეებს, რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.